გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს არის გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია. მოქმედების დროა. ეს ჩემი საავტორო გადაცემაა და ეს დღეს გვაქვს ჩვენ ამ წლის ბოლო გადაცემა, როგორც თქვით, მისი პირველი ნაწილი უკვე მე წინა სამშაბათს ერთთლიანობაში განვიხილავ ამ ორ გადაცემას და მისი პირველი ნაწილი უკვე შედგა, სადაც მე ვისაუბრე იმის თაობაზე, რა ეპოქა და როგორი ეპოქი და როგორ პერიოდში დაიწყო დამოუკიდებლობა საქართველოს ცხოვრება და როგორ მდგომარეობაში ვარ დღეს ჩვენ და რა არის მომავლის საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ მეცნიერთა კონგრესი ეს აღმოჩნდა უაღრესად სერიოზული და ღრმა ანალიზის ორგანო, რომელიც კავშირშია არა მარტო ჩვენს წარსულთან და აანალიზებს მას და დღევანდელობასთან, არამედ რა ხდება სამყაროში და იმის გათვალისწინებით აყალიბებს მომავლის პროექტებს, მომავლის პროგრამებს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სამყარო დღეს ცივილიზებული სამყარო ცხოვრობს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ისიც კი უკვე ძველდება და სრულად ახალი სისტემები შემოდის, დღეს ამ საკითხებზე არ ვისაუბრებ. თუნდაც ბოლო გამოვკვლევა, რომ სასწაული რამ ხდება, როდესაც ილონ მასკი უკვე 100,000 სახლი დადგა, რომელიც $8,000 ჯდება და თვითონ გადავიდა საცხოვრებლად, ეს მსოფლიოს პირველი მილიარდერი გადავიდა ამ სახლში საცხოვრებლად, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ეს უფრო კომფორტულია, ეს უფრო ესე იგი პრაქტიკულია და გაცილებით უფრო შემოქმედებითია და განაწყობს კიდევაც ადამიანს შემოქმედებითი მუშაობისათვის. ანუ როცა ასეთ რამეებზე ფიქრობენ, როცა იმაზეა ლაპარაკი, რომ ძღოლი აღარ დაჭირდება მანქანას და 100,000 კილომეტრს მანქანა ძღოლის გარეშე გაივლის, თქვენ დააკვირდით ახლა სამყაროში ამ თემებზეა საუბარი და ჩვენთან რაზე ვლაპარაკობთ. ჩვენთან დღეს ვხედავთ იმას, რომ ყოველდღიურად გვეუბნებიან, ვიღაცას იჭერენ, ვიღაცას აპატიმრებენ, ვიღაცას სახლი აქვს, სასახლე, ჩვენს მეფეებს ვარ დაესწრებოდათ იმ მოცულობის და იმ განწყობის, ну აბსოლუტურად ესე იგი ჩარჩენილი ეპოქაში ჩარჩენილი, ანუ სიხარბის ჩვენ სოფლიო ცხოვრობს ინტელექტუალურ ეპოქაში და ჩვენ ცხოვრობთ სიხარბის ეპოქაში, როდესაც ხელისუფლებაში და ხელისუფლების ირგვლივ მოგროვდნენ ადამიანები და საერთოდ პოლიტიკაში, რომელთაც პირველი რითაც ისინი შეიძლება დაახასიათოს, ეს არის სიხარბე. სიხარბეს მოყვება ველურობა, მძიმე დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ხალხისადმი და ძალიან ბევრი ვინმე გაუკვირდა, როდესაც მე ვთქვი, რომ ვინც ხალხის ხალხისთვის წაგლიჯილით გამდიდრდა პარლამენტში და ხელისუფლებაშია, რომ მომძიმეს დგომა, რომ ასეთი პარლამენტი უკვე სირცხვილია ქვეყნისთვის. სირცხვილია არა მარტო იმიტომ, რომ ვთქვათ, აქ ინტელექტი და განათლება არ არის. სირცხვილია იმიტომ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენ აბსოლუტურად ავწდით ყველაფერს. ჩვენი და ამიტომ ვამბობ, მეცნიერთა კონგრესი აღმოჩნდა სწორედ ის ორგანო, რომელიც რეალურად საქართველოს მოსახლეობას და ხალხს ეუბნება ჩვენი წარსულის ძალიან კარგი მაგალითებით, ჩვენი დღევანდელობის სერიოზული ღრმა ანალიზით და იმით, რაც მსოფლიოში ხდება, ამბობს, როგორი უნდა იყოს საქართველო. დღეს ამ გადაცემას, როგორც ვთქვით, ამ წელს ამთავრებს ეს გადაცემა და წინა გადაცემის გაგრძელება და მინდა გამოკვეთილად თქვა, რომ ესე იგი მინდა გამოკვეთილად თქვა, რომ ანუ ამ 1 საათის განმავლობაში ვიდრე პირდაპირ ეთერში ვიქნები, მე შევეცდები იმას, რომ აი რეალურად ჩამოვყალიბდე და ზოგიერთი მოსაზრება მოგახსენოთ. მაგრამ დავიწყებ ორი რამით. ვაჟა-ფშაველა არის პირველი ჩემთვის, რომელიც გვეუბნება იმას, რომ ქვეყნის მომავლისთვის, პოლიტიკისთვის საერთოდ ყველაზე კარგი და ყველაზე საინტერესო არის თვალებ ახილებული ხალხი. დააკვირდით, როგორი კარგი გამოთქმა თვალებ ახილებული ხალხი. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი და ძალიან გავიხარე, რომ დღეს ვიდრე აქ შემოვიდოდი მეცნიერთა კონგრესში, გვეწვია გუნდი და შემთხვევაში ქალბატონი მერი ციკლაური ძალიან ცნობილი პიროვნება ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს და მოვიდა და გვითხრა, მინდა მეცნიერთა კონგრესმა იცოდეს, რომ არის ასეთი პიროვნება ოთარ ცისკაძე
და მან შექმნა უნიკალური წიგნი და უბრალოდ თარგმნა არის ძალიან სერიოზული ესე იგი თარგმნელი ოთარ ცისკაძე რომელმაც შექსპირიდან დღევანდლამდე შექმნა ეს თარგმანი გააკეთა უნიკალური. ჩემთვის ეს ძირფას საჩუქარია, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთის და ეს ბრიტანული, ირლანდიური და ინგლისური ლიტერატურა ეს ერთ-ერთი უგამორჩეულესი ლიტერატურაა. აი ვთქვათ ის რომ სოფლიო აღიარებს სწორედ ამ ლიტერატურას, რუსულ ლიტერატურას და იგივე ამ პიროვნებას ძალიან ბევრია ესეთი ქვეყნის, მათ შორის პუშკინიდან მოყოლებული დღევანდელამდე თურმე ნათარგმანები აქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ადამიანი როგორც აი მოვიდა ეს ქალბატონი მერი ციკლაური გითხრა რომ უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს მთელი ოჯახი და აი ასეთი მთარგმნელები და ასეთი განათლებული ადამიანები ეს ქალბატონი მისი დაიძულებული გახდა როგორც იტყვიან საშოვარზე ქვეყნის გარეთ წასულიყო. ამან გული მომიკლა, მაგრამ ამ წიგნმა გული გამიხარა. მინდა მიულოცო ჩვენს ქვეყანას რომ არის ასეთი წიგნი, წუხრი ზარები, რომ შექსპირიდან დღევანდლამდე უაღრესად საინტერესო თარგმანები და აქ შედის თქვათ ჯორჯ გორდონ ბაირონიც, ბიში შელიც, ეს უცნობილესი ჯონ კიტსი, ესე იგი თომას ელიოტი, თომას მური, რობერტ ბერნსი, ჩარლზ დიკენსი, უილიამ შექსპირი კიდევ და ესე იგი ქრისტიან როსეტი, ჯონ დონი. ნუ ერთ სიტყვით ეს არის დიდი სიმდიდრე, როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ ეპოქაში მიუხედავად გაჭირებული ძალიან მძიმე მდგომარეობისა, ასეთ სულიერ რამეზე ფიქრობენ და ასეთ წიგნებს და ასეთ თარგმანებს აკეთებენ. ეს არის ბედნიერება. ეს არის კიდე ერთი კარგი გაკვეთილი იმისა, როდესაც ძალიან ბევრმა თქვა რომ ევროპა არ გვინდა, აი ამ პიროვნებამ მაგერად ძალიან ერთ ნახევარი საათის განმავლობაში გადავხედე ბევრ რამეს და ვარ მოხიბლული და ერთი სული მაქვს რომ როდის წავიკითხავთ ამ თარგმანებს როგორ ვნახავ. ჩვენ მოვიწევთ ალბათ ბატონ ოთარს მეცნიერთა კონგრესში და ვთხოვეთ კიდევაც რომ მილოცვაც გააკეთოს ქართველი ხალხისადმი და ტელევიზიას გადაწეს ეს თავისი თარგმანები და მე მიხარია რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. დაუბრუნდები ვაჟა-ფშაველას გამონათქვამს და დაუბრუნდები ჩვენს მთავარ თემას. თვალებახილებული ხალხი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თვალებახილებული ხალხი რომ იყოს, ამიტომ არ შეიძლება იყოს ტელევიზია ან ოპოზიციური ან სახელმწიფო ტელევიზია. ძალიან კარგად თქვა მერაბ ბერძენიშვილმა და მიხარია რომ კიდევ ერთხელ გავიხსენებ ამ დიდ პიროვნებას მასთან ერთად ანზორ ერქომაიშვილს, ესე იგი რეზო ჩხეიძეს, რეზო ჩხეიძეს, გივი თოიძეს, ომარ მხეიძეს, არნოლდ გეგეჭკორს, ესე იგი გურამ დოჩანაშვილს, ჭაბუ ამირეჯიბს, რომლებიც აი მუშაობდნენ აი განწყობაზე და ისინი ზეციურ საქართველოში არიან და დარიელ ხარხელაურის რომლის იუბილე 80 წელი ამ დღეებში შედგა და იყო საოცრად კარგად მოწყობილი და რომელიც ამავე დროს ის არის ქართული ერთობის დამფუძნებელი და ასევე რომან რურუას აი ამ თემურ გუგუშვილის ჩვენს აბესალომს ოპერის თეატრის ძალიან გამორჩეულ სოლისტს და ვიხსენებ ამას და ვამბობ რომ აი სწორედ ამ ადამიანებმა თქვეს ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია, ჩვენ ვიცით მართალი ტელევიზიაო. ეს არის ვაჟა-ფშაველას გაგრძელება იმ თვალსაზრისით, რომ ტელევიზია, რომელიც ოპოზიციურია ან სახელმწიფოა, ეს თვალების დაბნელებას უფრო ახდენს მოსახლეობის, ვიდრე თვალებს ახილებულს ხდიდეს მათ. მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ რომ პიროვნება რომელიც ერთ რომელიმე ამ ტელევიზიას სასურველი არ ვარცაც არ უყურო იცე მოვიდა საქმე, მაგრამ როდესაც ერთ რომელიმეს უყურებს მუდმივად, იგი პრაქტიკულად იმახინჯებს თავის ცნობიერებას. ეს დაემართა ძალიან ბევრს და ამან კიდევ უფრო გააძლიერა და გაამწვავა ჩვენი დაპირისპირება, რომელიც დამანგრეველი ხდება, გახდა და ხდება კიდევ უფრო მწავედ და მძიმედ ხდება დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის. დავიწყებულია ყველაფერი ვაჟა-ფშაველა ვთქვით და როგორ გამოკვეთილად, როდესაც რა იყო, რა ვიცი, რაღაც უკარნახა მეცნიერთა კონგრესს, რომ
აი ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინისათვის, რომელიც მიღებული იქნა 2 წლის წინ გელათში, ასეთი წამჯღარება გაეკეთებინათ ილია ჭავჭავაძის, ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. აი ნახეთ, რა არის საჭირო დღეს ქვეყნისთვის, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, ბევრს გავიხსენებ, ბევრ ვინმეს კიდე, მაგრამ ისეთი დილა გათენდა ალალ ძმასავით გაუღიმებდიო. ესე იგი წარმოიდგინე, რომ შურზე და მტრობაზე ამაღლება ყველაზე მთავარი და ჩვენთან კი შური და მტრობა ძლიერდება. აი რაღაც სხვა არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში. აი ამიტომ ვამბობ, რომ აი ეს რაც ვაჟაფშაველამ თქვა, ყველაფერი იწყება იმით, რომ არსებობდეს ობიექტური საინფორმაციო საშუალებები. აი ამდენი ხანია მეცნიერთა კონგრესს ეს პროგრამები აქვს და ერთ ტელევიზიას არც ერთს არავითარი აზრად არც კი მოუვიდა, რომ რა არის ეს პროგრამები ხალხისთვის რომ გაეცნო და ჩვენი იძულებული ვართ მხოლოდ Facebook-ზე ვიყოთ დამოკიდებული და ბევრი რამ. მაგრამ ამ საკითხებშიც არ მინდა გავღრმავდე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მეცნიერთა კონგრესი ეს არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ქვეყნის წარსულს, ხედავს დღევანდელობას, რა სიტუაციაშიც ვართ. ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, აკეთებს ინვენტარიზაციას ჩვენი ქვეყნის და ამბობს რომ და აკეთებს პროგრამებს ამ მდგომარეობის ქვეყანაში, როგორ მოვიყვანოთ ეს პოტენციალი მოქმედებაში და გაკეთდა კიდევაც წიგნი გამოვიდა საქართველოს ინტეგრალური რესურსები, სადაც საქართველოს პოტენციალი თავმოყრილი. ანუ პრაქტიკულად ყველაფერი რაც პროგრამულია უკვე არსებობს. ამის იგნორირებას აკეთებენ და იგნორირება გახდა ერთი ყველაზე საშინელი რამ, რომელთაც უნდა ებრძოლო პროგრესს და ებრძოლო, ვთქვათ, აი, ყალბი ეროვნული პათოსი და ეროვნულ ძალთა იგნორირება გახდა ეს არის შურის ძიება საქართველოზე. ვინც ამას აკეთებს, ყალბი ეროვნული პათოსი ხას უსვამ და იგნორირება ეროვნული ძალების, პროგრესული ძალების, ეს არის შურის ძიება საქართველოზე. და ზოგჯერ ისე ხდება, რომ შურის ძიებას ვინც უკეთებს ქვეყანას, ჩვენ ეროვნულ ძალებს ვეძახით და რაღაც გმირებად და იმათ გამოგვყავს. აი ეს არის იმის გამო, რომ თვალე ბახილებული არ არის ხალხი. ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ერთის მხრივ 90% შიმშილშია და ამას როცა ვამბობ, ბევრს უკვირს, რომ ამდენი რესტორანი, ამდენი ამარი ვიმეორებ. 3000 ლარზე ნაკლები ერთი ადამიანისთვის, სადაც კი იხარჯება ერთი ადამიანი 3000 ლარზე ნაკლებს თუ ხარჯავს თვეში მისი ცხოვრებისთვის, აქ მარტო საჭმელი, სასმელი, ყველაფერი 3000 ლარი თვეში, ის უკვე იავადყოფებს საკუთარ თავს და ამიტომ არის რომ ჩვენ ამდენი აფთიაქი და ამდენი საავადმყოფო გვაქვს და ასე რეალურად აი ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავეყენეთ ხალხი. ანუ მშიერ და დაუძლურებელ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია კუჭი იმარჯვებს გონებაზე. საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, სადაც დაამშიეს და დააუძლურეს, იმიტომ რომ სიკეთე გაეთითოკაცებინათ, ბოროტები ერთ პოლიტიკურ მუშტად შეეკრა და კუჭს გაემარჯვა გონებაზე. ეს არის დღევანდელი რეალური საქართველო. და ნაცვლად იმისა, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ ვაცნობიერებდა და ვდგებოდეთ ერთად, ამ სიტუაციაშიც კი ისევ დაპირისპირება, ისევ ლანძღვა, ისევ გინება ვისმენ ოპოზიციის წარმომადგენლებს და უბრალოდ აი სულ გაიმასხრეს თავი და სულ დისკრედიტაცია გაუკეთეს საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ბიძინავანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ გაემარგინებილა ოპოზიცია და ძალიან ბევრს ამ დღეებში კახკარაძეს უსმენდი და ოპოზიცია ნოლიაუდეს უხარია. ნორმალურ და ძლიერ ხელისუფლებას ის უხარია, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი. საქართველოს ტრაგედია იმაშია, რომ ოპოზიცია უნდა სუდა, რომ ხელისუფლება იყოს სუსტი და ხელისუფლებას უნდა, რომ ოპოზიცია იყოს სუსტი. ძლიერი და წვინმავალი ქვეყნები, რომელი არიან და ვინ ქმნიან მომავალს, ის ქვეყნები, სადაც ხელისუფლებას უნდა, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი და ამისთვის აკეთებს ყველაფერს და ოპოზიციას უნდა, რომ ხელისუფლება იყოს ძლიერი. აი ნახეთ, შესაბრუნებელია ყველაფერი, მაგრამ როცა ქვეყანა ერთი კაცის განწყობით შექმნილი პარლამენტებით ცხოვრობს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ შევარდნაძის განწყობით იქმნებოდა პარლამენტები, ვინ უნდა ინიშნებოდა ხალხი, ბიზნესმენებიც, მერე შემდგომ სააკაშვილის გუნება განწყობით ინიშნებოდნენ პარლამენტარები, გუბერნატორები, მერები, მინისტრები, დეპუტატები და ესე იგი ბიზნესმენები ინიშნებოდნენ, ბიზნესმენი ინიშნება საქართველოში. ეს თქვენ წარმოგიდგენიათ, ამას ვერც იგებს ძალიან ბევრი უცხოეთთან რო ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში დანიშნული ბიზნესმენებია, ამას ვერ იგებენ და სწორადაც ვერ იგებენ. და ჩვენ როდესაც და იგივე გაგრძელდა ბიძინავანიშვილის დროს, საქართველოში ვერ მოვიდა ხელისუფლება, რომელიც მთავარ ფუნქცია შეასრულებდა. რა არის მისი მთავარი ფუნქცია? მისი მთავარი ფუნქციაა, რომ ესე იგი კონკურენტული გარემო იყოს ქვეყანაში
და ესე იგი ადამიანი იყოს დაცული. ეს არის სწორედ დიდი თეორია, რომლითაც მთელი მსოფლიო ცხოვრობს დღეს, სადაც თქვათ კონკურენტული გარემო, ეს არის ნიჭის თავისუფლება, ნიჭის ძლიერება და ნიჭზე დაყრდნობილი, ანუ ესე იგი ადამიანს აქვს საშუალება საკუთარი თავის რეალიზაციის. ეს არის ის, რაც დაკავშირებულია კონკურენციასთან. ხოლო დაცული ადამიანი, ვისაც არ შეუძლია და რაღაცა, მაინც სახელმწიფო არის ის, რომელიც ადამიანს იცავს. აი ამ ორი რამის მოსახლეობის 99%-მა არ იცის ხელისუფლების მთავარი ფუნქცია და გონიათ რომ ჩიხში რო გზა შემოუყვანა ან ვიღაც მარგალიტას რო საჭმელი მიუტარა სახში, აი მისთვის ან ოპერაცია გაუკეთა, ეს არის ხელისუფლება. ეს არის მატყუარა ხელისუფლება, რომელიც ფოჩვიანი კამფეთებით ყიდულობს ბევრი ვინმეს და აი სწორედ ფოჩვიანი კამფეთების ხელისუფლებები მოვიდნენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 92 წლის შემდგომ, რომლებიც არ იგებენ აი ამ ფოჩვიან კამფეთებს და გონია რომ ყველაფერი კარგად არის. ძალიან კარგი გამონათქვამია ძველი სიბზნესთან არის დაკავშირებული, რომ ვინც ამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პრაქტიკულად 92 წლის შემდგომ, ვინც ხალხი მოატყუა, ხელისუფლების სათავეში მოექცა, ვინც ხალხს სიმართლეს ეუბნება, ის პრაქტიკულად იგნორირებულია და მსხვერპლი გახდა, ხალხმა თავის მსხვერპლად აქცია განათლებული ადამიანები. აი რაახეთ რა მოცადა, აი რატომ გჭირდება ჩვენ ვაჟა-ფშაველას ეს გამონათქვამი დღეს თვალებახილებული ხალხი. თვალებახილებული ხალხი რომ იყოს ქვეყანაში და ზოგიერთი რამ აქ ამ საავტორო გადაცემაში, აი ჩვენ რა გვინდა და დღეს ρίთა რაცაც მე დღეს მინდა წარმოვადგინო, უპირველესი რითაც იწყება მომავლის საქართველო. რა არის ეს? ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე. ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე. დღეს ნახეთ თქვენ როგორი სიტუაცია ქვეყანაში და რა გადაცემებია. წუხელ Facebook-ზე ეს გადაცემა მქონდა, მაგრამ ვინც შევყავთ ნახავთ, არ გაგიკვირდეთ 15-20 თუ ნახევარი საათის შემდგომ პრაქტიკულად ეკრანი დაეკარგა. მე ვხედავდი რომ მე ვარ გამოვდივარ, ჩემთან არავითარი პრობლემა არ მომხდარა, თურმე სხვაგან არსად ეკრანი არ არის. მე ვლაპარაკობ, ეს არ არის ინტერნეტის შეცდომა, იმიტომ რომ იქ მე ვლაპარაკობდი და ხმა ისმოდა კარგად, მაგრამ ეკრანი არ ჩანდა, მე არ ვჩანდი, იმიტომ რომ მე ვსაუბრობდი ისეთ თემაზე, რომ ძალიან ბევრი როცა პიქს მიაღწია და რამდენიმე ათეული თუ ასეული უყურებდა, აი იმ დროს და რეალურად მაშინ გამიკვირდა რომ უცბად 19-ზე ჩამოვარდა, მე 3-ზე ჩამოვარდა, თურმე ყველაფერი წაშალეს. ნუ ეს რა ბრძოლაა ბატონებო, ეს არ არის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის რომ თქვა არ გაძლევენ საშუალებას რომ ტელევიზიით გამოხვიდე, ის რომ თქვა რასაც ვაგზავნით ჩვენ საინფორმაციო საშუალებებში, სააგენტოებში, არაფერი რო არ იბეჭდება, რომ გაზეთში ფული თუ არ გადაიხადე, არაფერი არ იბეჭდება და საქართველოს რესპუბლიკაშიც კი ერთი გვერდი რო და მასალა გამოიყენო 600 ლარი უნდა გადაიხადო. ნუ ეს ხო ტრაგედიაა ყველაფერი ესო როცა ხდება, მაგრამ მოდი ამას დავანებოთ ახლა ჩვენ თავი, ჩვენ მომავლის საქართველოზე უნდა ვიფიქროთ და მომავლის საქართველო იწყება იმით, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე. თქვენ ამ დღეებში აკვირდებით ახლა რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ჩვენ და აი აგერ მეცნიერთა კონგრესის გარკვეულ ჯგუფში ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი სააკაშვილის, რა თქვათ, როგორ ორი იდეოლოგია, ეს არის ერთი სააკაშვილის და მეორე ივანიშვილის იდეოლოგია. საკადრო პოლიტიკაზეა ლაპარაკი, საკადრო პოლიტიკის ორი იდეოლოგია, სააკაშვილისა და ივანიშვილის. სააკაშვილის დროს ინიშნებოდნენ გამოუცდელი კადრები, რომლებზეც დანიშნვის მომენტში ვერ იტყოდი რომ იყვნენ კორუმპირებულები, ან იყვნენ მდიდრები. მაგრამ ისინი მალევე გახდნენ ასეთები, მდიდრები და კორუმპირებულები. მათ არ შეცვალეს, მათ კი არ შეცვალეს, არამედ გააგრძელეს მოკავშირის კორუმპირებული სისტემა. როდესაც მე ამას ხშირად ვამბობ, რომ 97-13 ივნისს მე მომავლის გამოსვლა უწოდე ჩემთვის და ძალიან ბევრმა მეცნიერმა უწოდა იმ გამოსვლას და პარლამენტში სხვათა შორის ითქვა იმის თაობაზე, ეს არის მომავლის გამოსვლაო, როცა 97 წლის 13 ივნისს მე გამოვიდი და ვთქვი, რომ საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული და ნუ ვებძვით პიროვნებებს. ეს არათუ მოქალაქეთა კავშირმა შეცვალა, არათუ ნაციონალურ მოძრაობამ გაითვალისწინა, არათუ ბიძინა ავანიშვილმა გაითვალისწინა, პირიქით ყველაფერი მიდის საწინააღმდეგოდ, კიდევ უფრო კორუმპირებული რა
პარლამენტს ცვლის, სისტემა კიდევ უფრო კორუმპირებული ხდება და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი და ისევ პიროვნებების წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. ხალხს უხარია შიმშილით არის, მაგრამ ტელევიზიით თუ მოისმენს, რომ ვიღაცა დაიჭირეს და ვიღაცას ხელი გაარტყეს, ან შეაგინეს, ეს უხარია. ეს არის უბედურება, რაც ქვეყანაში შემოვიდა. ეს არის დეგრადაცია უკვე. ადამიანი დეგრადირებული გახდა, რომელსაც ის უხარია ვიღაცას რომ იჭერენ, ან ვიღაცის დანძღვაგინება რომ უხარია. ეს კატასტროფაა. ჩვენ აი ამიტომ როდესაც თქვით სააკაშვილის დროს როგორ ხდებოდა, ანუ დანიშნის დროს ვინმე მიცოდა თქვათ ვანო მერაბიშვილი ვინ იყო, მაგრამ უცბად გახდა და მე თქვა ორი ის მჭირდებაო, რუსული სიტყვა გამოვა ტრუპიო და ნუ ყველაფერს მოედნენ და ყველაფერი ხელში ჩაიგდეს უკვე რა. ანუ არა მარტო მასია ლაპარაკი, მე ამ შემთხვევაში ყველა ეგრე მოიქცა, მინისტრები და ესენი ყველანი დამდირდნენ უცბად. ადამიანები რომლებიც მოვიდნენ რაღაც იდეები და არაფრის მქონენი იყვნენ, უცბად გახდნენ დიდრები. ივანიშვილთან რა ხდებოდა? ივანიშვილმა თავიდანვე გამოცდილი დიდრები და გამოცდილი კორუმპირებულები დანიშნა. და ესე იგი მოიყვანა წარმატებით გააგზავნა მოკავშირეების მოძრაობის ანტიკართულ კორუფციული სისტემა და კიდევ უფრო გარყნა პოლიტიკა ბიზნესად აქცია. კი ბატონო, შემეკამათეთ, შემედავეთ. მე აქაც ვამბობ იმას, რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესი მომდევნო წლიდან ტელევიზიასთან გააფორმებს სხვა ხელშეკრულება ჩვენ 4 საათი ალბათ როგორც მინიმუმი გვექნება დღეში, იგი იქნება უფრო საღამო საათებში და რეალურად ესე იგი პირდაპირი გადაცემა იქნება და ამ გადაცემებს ჩვენ ამ განწყობას გავაგზავნებთ, ვისაც ექნება სურვილი, შეუძლია პირდაპირ ეთერში მოვიდეს, დაიდგმება ტრიბუნა, თავისუფალი ტრიბუნა და შეუძლია ეხლაც აგერ მე 40 წუთი რომ ვიქნები კიდევ თუ 9 საათი ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია შემოვიდეს პირდაპირ ეთერში და გაიზიაროს, ან არ გაიზიაროს, ან შემეკამათოს, ან რაღაც მითხრას. მე ასეთი მსგავსი რამ არ ვიცი სხვაგან თუ ხდება და ჩვენ ამას კიდევ უფრო გავაზრდიერებთ, პირდაპირ ტელეფონზე დარეკვაც იქნება შესაძლებელი. მე მთავარი გითხარით, სააკაშვილის დროს დაინიშნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დიდრები, არ იყვნენ კორუმპირებულები და უცბად გახდნენ. ბიძინავანიშვილის დროს დაინიშნენ ადამიანები, რომლებიც დიდრები იყვნენ, კორუმპირებულები იყვნენ და ორთავე. რა არის მასშტაბი და ორი რამ მოხდა, ორი სხვადასხვა იდეოლოგია, მაგრამ რაც დრო გადის ხალხი ღარიბი კიდევ უფრო ყატაკდება, მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. ანუ სისტემა არ შეცვალეს. სისტემა მთავარი უბედურება ამ ქვეყნის და ამ სისტემის შეცვლა არ შეუძლიათ კორუმპირებულ ადამიანებს და მდიდრებს. ისინი თავის თავზე ირიგებენ ამას. მოსახლეობა თვალებახილებული გახდება მაშინ, როდესაც დარწმუნდება, რომ მდიდარი პოლიტიკაში და კორუმპირებული პოლიტიკაში ეს არის ტრაგედია მისი ოჯახის, მისი პიროვნული ტრაგედიაა. საფრანგეთში კანონი აქვს მიღებული და მილიონერი ვინც არის, მას არ აქვს უფლება რომ პარლამენტში კენჭი იყაროს და პარლამენტში შევიდეს. დააკვირდეს საქართველოში 90 კაცი შევიდა პარლამენტში და 61 თუ 70 პირდაპირ თუ ირიბად მილიონერი იყო უკვე. ეს ანუ პრაქტიკულად ჩვენ ყველაფერი ისა ცივილიზებულ სამყაროს მოუპოვებია, აი შევცვალეთ ჩვენთან, გადავაბრუნეთ და ამის ავტორი ვინ იყო? ჯერ შევარდნაძე, მერე სააკაშვილი და ბიძინავანიშვილმა გვირგვინი დაადგა უკვე. რეალურად იქ თუ იყვნენ ცოტა განათლება მაინც ჰქონდათ, ვინც შევარდნაძის დროს იყო და ვეუბნებოდეთ რომ გაუნათლებელი კაცია, ბიზნესმენი რა, ფული როგორ იშოვა, მაგრამ აშოვნინა სისტემა თვითონ შევარდნაძემ აშოვნინა ბერს 100 კაცი უნდა გავხადოთ მილიონერი და გახადეს ძალიან ბევრი და ის ხალხი ვერ წავიდა პოლიტიკიდან, ის ხალხივე იმ ხალხსვე დაერქნო სააკაშვილი, იმ ხალხს ვეკნობა დღეს ესე იგი ბიძინავანიშვილი. ეხლა ამ დღეებში ვიღაც მეუბნება მატარებლის მგზავროთ და მეუბნება ჩხარტიშვილი რომ პირველი მარჯვენა ხელი იქნება ემისიოდა რა. ჩხარტიშვილი იყო შევარდნაძესთან, შექმნა მან იყო მარჯვენა ხელი იყო სააკაშვილთან, არის ბიძინავანიშვილთან. ამ დღეებში ისიც კი ითქვა რომ რაღაც ტელევიზიის თუ რაღაცის თუ ყიდვაც უნდოდა თუ როგორც ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე. მე გითხარით რომ სააკაშვილი ხომ დაინიშნა სააკაშვილმა, მაგრამ ხო გახდნენ კორუმპირებულები. სააკაშვილი ვერ შეეხო მის მიერ დანიშნებულ გამდიდრებულ კადრებს. ივანიშვილმა ამ სიმდიდრის გამო ისინი თავიდანვე მონებად მოიყვანა და მისი სკამის გადარჩენის საშუალება დააქცია მდიდრები. ვისაც უნდა და როცა უნდა იჭერს წააცლის თავს, როგორც იტყვიან. პოლიტიკურ თავზეა ლაპარაკი და არა მარტო იმასაც, ესე იგი თავისუფლებას ართმევს და იჭერს, მეტი რა უნდა იყოს. სააკაშვილმა მისი გუნდი სექტად
ერთ კორუმპირებულ კლანადაქცია ივანიშვილმა მძლავრი კორუმპირებული სისტემა შექმნა სისტემის შიგნით უზომოდ დაპირისპირებული კორუმპირებული კლანებით სააკაშვილის კლანური სისტემა ადვილად დაეცა იმიტომ რომ ის ერთიანი იყო კლანური იყო და მისი ნამდვილ ბრძოლა ივანიშვილის კლანური სისტემა სიცოცხლის უნარიანია რადგან კლანური ომებით კლანური დაპირისპირებები ერთი პარტიის შიგნით მიდის ბრძოლა და ვინმე ზგონია რომ ეს არის თქვათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის როგორც აიაგერ ვამბობთ ივანიშვილის ანტიეროვნული გონიერება ბჭყალებში გონიერება ძლიერია პრინციპის დაყავი და იბატონეს გამო დღეს ოცნების შიგნით მიდის ერთი პოლიტიკური კლანის ჩანაცვლება მეორე პოლიტიკური კლანით და ეს ხალხში აღიქმება იყიდება როგორც იტყვიან როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებაში რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს ივანიშვილს ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება ხალხის გაჭირვება და ოპოზიციის სისუსტე მან შეძლო ოპოზიციის გამარგინალება ინტელიგენციის დიდი ნაწილის დადუმება გაჭირვებული ადამიანების ფოჩვიანი კამპეტებით მოსყიდვა ეს არის ქვეყნის კატასტროფის სისტემა სად არის გამოსავალი აი აქ ვამბობ მე რომ გამოსავალი არის სწორედ ვაჟა-ფშაველაში რომ თვალე ბახილებული ხალხი როგორადაც რადაც არ უნდა დავიდეთ ვერაფერს ვერ მივაღწევთ ჩვენ ვინც თქვენ ისმენთ ამ გადაცემას და ვისაც გააქვთ სურვილი რომ ქვეყანა შეიცვალოს ადამიანები თვალე ბახილებული უნდა გავხადოთ ეს იმის გამო კი არა რომ თქვათ აი ჩვენ უთხრათ და უბძანოთ რაღაც არამედ პირიქით უნდა უთხრათ რომ ან ოპოზიციურ ტელევიზიას ნუ უყურებთ მარტო ან ნუ უყურებთ თქვათ სახელმწიფო ტელევიზიას და მოდით გავაკეთოთ ისე რომ რეალურად აი ვთქვათ აი აგერ არის არა სადისკუსიო და ჩვენ თავისუფალი აზრის საქმეს შევქმნით პირდაპირ გადაცემები იქნება და კი ბატონო მიიღოთ მონაწილეობა და რაღაც მზად ვართ რომ აი ვთქვათ ჩვენს გაუზდოთ ამას და გავიდეთ ხალხში ვილაპარაკოთ მოუწოდოთ პარტიებს რომ ცოცხლად ხალხის წინაშე მოპაექრება პოლიტიკოსები ნახოს ხალხმა გავიდეთ დიდი სოფლებია დიდი ადგილებია სადაც ზოგჯერ ფეხსაცმელი შემკეთებელია თუ საპარიკმახეროა სოფელში სადაც ცენტრია გავიდეთ დავილაპარაკოთ ხალხს და ნელ-ნელა შევცვალოთ ეს სიტუაცია თორე არაფერი ამ ქვეყანაში არ შეიცვლება თუ ხალხი თვალე ბახილებული არ გახდა და თვალე ბახილებული კი არა დაბნელებული თვალით რომ იყოს ხალხი და ქართველი ხალხის სტრუბიერება რომ იყოს დაბნელებული ეს არის როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის ამოცანა იმიტომ რომ არ უნდა ოპოზიცია მიცის რომ მოვიდეს იმანაც იგივე გზა უნდა გააგრძელოს მას არაფრის შეცვლა არ უნდა იგივეა რომ ხელისუფლება რომ შეინარჩუნოს დღევანდელმა ამიტომ ხალხი უნდა იყოს კუჩზე უნდა იყოს მიბმული ხმის მიცემა უნდა იყოს კუჩზე მიბმული და არა გონებაზე აი ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვცხოვრობ ჩვენ როდესაც პოლიტიკამ გონება დაკარგა და რეალურად გონება დაკარგული პოლიტიკა სადმე გვიყვანს დღეს ბედნიერია ის ადამიანი რომელიც საკუთარი თავით დადის ეს არის დღეს ყველაზე დიდი ბედნიერება მე გითხარით რომ ჩვენ აი აგერ ეს არის უპირველესი რითაც იწყება მომავალი საქართველოს ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე და აი ჩვენ ვამბობთ რა არის მიზანი არის ერთი დრო ადასტურებს მესტიერთა კონგრესის მიერ 20 მეტი წლის წინ ჩამოყალიბებულ მთავარ პოსტულატს რომელიც აგდებული და იგნორირებული იყო ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ და დღეს ყალბი ეროვნული პათოსით რო ეთამაშებიან ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს ქართული არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას იგი ყოველთვის ნაზიარები იყო ზოგად კაცობრიულთან ყალბი და არა ქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი 1000 გზის ჯობს გარედან მართულ ნადიდებ ხელისუფალთ დავიხსნათ თავი 35 წლიანი გარედან მართვისგან ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ აი რა არის დღეს თქვათ აი მიზანი რომელიც მეცნიერთა კონგრესს აქვს ჩამოყალიბებული ამას მე კიდე მე დაუბრუნდები ასევებას მაგრამ აი ეს არის თქვათ რაც უნდა გაკეთდეს მაგრამ აი ხლა აგერ აი ნახეთ რა გვინდა ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა გააკეთეს განსაზღვრება თუ რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლება ნიშნავს დააგვერდით ამას საქართველოს ხელისუფლება არის ის რომელიც
იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისაგან მისაღების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და დუზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება. აი, ლაკონურად ჩამოყალიბებული, ანუ რა არის მიზანი, თვალებახილებული ხალხი, რა თვალებახილებული ხალხი ნიშნავს იმას, რომ თქვა ჩვენ მხოლოდ ქართული გზა ეს გაცნობიერდება კარგად, როცა თვალებახილებული იქნება და როცა თვალებახილებული იქნება და გაცნობიერდება, რომ მხოლოდ ქართული გზა, აი ეს უნდა დადგეს, მე ამოცარად, რომ ჩვენ გვჭირდება ასეთი ხელისუფლება. ვისაც გინდათ, მოდით, მაგრამ გააკეთეთ ეს. ეს დიდხანს დავტოვებ ამას, რომ ძალიან ბევრმა წაიკითხოს კარგად და ნახოს. გვირჩიეთ ბატონებო, თუ ჩვენ ამას არასდროს ვამბობთ, კი ბატონო, გითხარით, რომ არასდროს ვამბობთ. ეხლა რეალურად ჩვენ გავაკეთეთ ერთი ესეთი რამ, როდესაც მივხვდით იმას, რომ მდიდარი მონების ქვეყანა დააშენდა, მითქვა, რომ დიდი შემოძახილი უნდა გაკეთდეს, ეროვნული შემოძახილი უნდა გაკეთდეს და ამისთვის ყველაზე კარგი არის 8 თებერვალი. დავით რამაშენებლის დღე, დავითობა, ქუთაისი გელათი. დავწერე კიდევაც და დიდი ეროვნული შემოძახილის გაკეთება. ეს ევალება ქუთაისს, ამის უფლება აქვს ქუთაისს, ეს კიდევ შეუძლია ქუთაისს, ამას ელოდება საქართველო. ვნახოთ ინტელიგენცია, რომელიც ამ ეროვნული ქალაქიდან როგორ გაუკეთებს ბატონი გიზო თავაძე, ბატონი მერაბ გვაზავა, რომლებსაც აი შევთავაზე და ველოდები მათგან, რომ აი რაღაც გარკვეული შეხვედრები შედგეს. მე შევეცდები იმას, რომ თუ ისინი არა მივმართავ, ყველას მივმართავ მე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ და მეცნიერთა კონგრესი გააკეთებს ამ დღეებში 20-25 კაციანი ჯგუფი დიდ მემართვას გააკეთებს სწორედ ამ კელათის კონგრესთან დაკავშირებით დამართლას დიდი ეროვნული შემოძახილი. ეს არ იქნება ვინმე წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არ იქნება ის, რომ ვინმე ლანძღო დავაგინოთ, ეს იქნება ის, რა გვინდა ჩვენ ქვეყანაში, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში და დავამთავროთ. აი აქ არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია, რომელიც ვთქვათ არაერთხელ და ორჯერ გაჟღერდა და აქაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ამოცანა დღეს არის ის, რომ ესე იგი ეს დაპირებები, ეს ის რაც დაკავშირებულია ესე იგი ამ იმასთან, რომ ერთმანეთს დაპირებები უნდა დავასრულოთ, ეს ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა შევკრათ ერთობა, მომავლის საქართველოსთვის, ხალხისთვის, სიკეთით და ბედნიერებით სავსე ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. ეგაა მთავარი აქ. ჩვენ დღეს აი რაც შემოგთავაზეთ, რომ აი ერთ-ერთი პირველი იყო თავში რაც თქვი, აი აგერ ყვები ამ იმას და აი ეგ თქვენი მონაწილეობით, ვინც დღეს უყურებს, ვინც ნახავს ამას, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მეცნიერთა კონგრესი აპირებს და მიმართავს თელ საქართველოს და ამ შემთხვევაში მე ვამბობ, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე. ვარ მე პოლიტიკაში, ოპოზიციაში ვარ, თუ ვისავარ, მე ხალხთან ვარ. მე ამიტომ არ ვთვლით თავს, რომ ოპოზიციაში ვარ. ამ ხალხის ოპოზიციაშია, ოპოზიციაც ვის უწოდებს თავის თავს და ხელისუფლებას. ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეასრულა ის, რაც ეხლა თქვით, ხალხის ოპოზიციაა. ჩვენ ვთვლით, რომ მეცნიერთა კონგრესი არც ერთ უჭერს მხარს არც იმას, ვინც ოპოზიციას მიიჩნევს თავის თავს და არც ხელისუფლებას. ის თვლის, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს იმას, რაც ეხლა თქვით და კიდევ ხშირად დაუბრუნდები ამ იმას. ვისაც შეუძლია, რომ მხოლოდ ქართული გზა და ერის ბუნებიდან გამომდინარე მართოს ქვეყანა. აი ამიტომ ჩვენ დღეს რეალურად მივმართავთ ყველას და ვეუბნებით, რომ მოდით პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, პარლამენტის თავმჯდომარით მოყოლებული ის, რაც თავის დროზე ბატონმა მიხეილ ქურდიანმა ჩამოაყალიბა, ვიცოდეთ, ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში და ზოგიერთ რამეს შევეხები აქ. და მე ვამბობ იმას, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე. მე ვთქვი, რომ დავიწყებ ჩემით და გამოვაქვეყნე ძალიან ბევრი გაკვირვებული რომ დარჩა და წერენ იმას, რომ მარტო 97 წლიდან ვაქვეყნებო? დიახ, 97 წლიდან ვაქვეყნებ ჩემს ქონებრივ დეკლარაციას,
და 97 წლიდან ვეუბნები ყველას მე რითაც მოვედი ქალაქის მერად იმაზე ნაკლებით წავედი გუბერნატორობიდან და თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს რომ მე ან მანქანა მაქვს ან სახლი მაქვს ან ერთი აქცია მაქვს ჩუქნი უნდა აღმოაჩინეთ ამას ნახავთ თქვენ ეს გვერდზეა გამოქვეყნებული ამიტომ მე ვრჩები და ძალიან აქტიურ პოლიტიკაში შევდივარ დღევანდელი ამ განცხადებით მომდევნო წლიდან ვიმეორებ არათუ ვრჩები მე ვხედავ იმას რომ ძალიან აქტიურ პოლიტიკაში შევდივარ მომდევნო წლიდან და ამიტომ რომ შევდივარ ყველაფერი უნდა იცოდეს ჩემზე ხალხმა და მე მოგიწოდებ თქვენ ყველას ვინც ხართ პოლიტიკაში ვინც აპირებთ შემოსვლას პოლიტიკაში გააკეთეთ ანალოგიური აი აქ მე ვიწყებ ვამბობ იმას რომ აი სწორედ ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს პოლიტიკოსზე დავიწყებ ჩემით და ვისურვებდი მსგავსი გზა ერჩია ყველას ვინც არის ან აპირებს პოლიტიკაში მოსვლას თავიდანვე ვამბობ ეს დოკუმენტი რომელსაც დღეს არ მოგვიდგენ ეს არ და ვერც იქნება სრულყოფილი მისი სრულყოფა შეიძლება მოხდეს თქვენი შენიშვნებით ამიტომ გამომაქვს თქვენ წინაშე თქვენი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დროს ბევრ რამეს გვიჩვენებს და იმასაც დაადასტურებს რომ ეს სწორი გზაა ერთადერთი სწორი გზაა რომ ხალხს არ კონდეს საშუალება რომ არ ვიცოდი თუ თემურ შაშიაშვილი ასეთი იყო თორე ხმას როგორ მივცემდიო აი ეს უკვე უნდა დამთავრდეს და აი ამიტომ ყველაფერი უნდა იცოდეთ ყველაზე ვინც აი პატარა პარტიის ლიდერია იმით მოყოლებული იმითგან დაწყებული დამთავრებული პრეზიდენტით და პარლამენტის თავმჯდომარით და პრემიერ-მინისტრით და ნებისმიერი პიროვნებით ბიძინა ივანიშვილზე უნდა ვიცოდეთ ყველაფერი სად როდის იყო აი წავიკითხავ მე ამას და ნახეთ როგორ არის ყველაფერი ჩამოყალიბებული ესე იგი რომ პოლიტიკაში მოსვლა ტოლფასი უნდა იყოს უმაღლესი პასუხისგებლობის და ეს დადასტურებული უნდა კონდეს შენი ცხოვრები და არა ის რომ თქვა რომ აი მე უმაღლესი პასუხისგებლობით მოდივარ უნდა მაჩვენო მე ვიყავი ქალაქის მერი და მქონდა მაღალი პასუხისგებლობა ვიყავ გუბერნატორი დაინახა ხალხმა რომ მქონდა მაღალი პასუხისგებლობა აი ეს უნდა იყოს საზომი და არა ის რომ მე რო ვიტყვი რომ მე მოვდივარ დიდი პასუხი დამთავრდეს უნდა ეს სიტყვები უკვე უნდა იქონდეს დამტკიცებული უნდა ქონდეს შენ ეს მე დავწერე ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს თქო და დარწმუნებული ვარ ქუთაისში ვისაც მე არ მოვწონდი წინააღმდეგი იყო ჩემ მან იცის რომ მე არ მიღალატნია ტანკის წინაშე იყო დახვედრა რუსული ჯარის წინაშე იყო დახვედრა ომი რომ აგვერცილებინა ამისთვის ყოველთვის ვიყავი წინ და დღედაღამე ვიდექი რომ ქურდობა ნაკლები ყოფილიყო მხედრიონს არ ეპარფაშა და ჯიბგირობა და ქურდობა არ ყოფილიყო და ასე შემდგომ და ეს იმიტომ კი არ ვამბობ ამას დღეს რომ უნდა აჩვენოთ თქვენს რომ თქვენ ამისთვის ამას აკეთებდით თორე ისე კი არა რომ მე მოვდივარ და აი ნახეთ თქვენ მოიყვანა სააკაშვილმა უცნობი ხალხი მაგრამ ერთ თვეში გახდნენ კორუმპირებულები ჩვენ უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვინც პოლიტიკაში მოვდივართ ვისაც გვაქვს სურვილი ვიყოთ პოლიტიკაში მინიმუმ 4 კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდეთ ინტელექტით უნდა ვიყოთ გამორჩეული ენერგიულობით უნდა ვიყოთ გამორჩეული გაბედულებით უნდა ვიყოთ გამორჩეული და წესიერებით უნდა ვიყოთ გამორჩეული ვიმეორებ მეოთხე ანუ წესიერება არის უპირველესი და უმთავრესი წესიერების გარეშე ინტელექტუალური ენერგიული და უშიშარი კაცი კატასტროფაა ქვეყნისთვის მხოლოდ მთავარი საზომი არის წესიერება აი სწორედ ამასთან არის აი ვიმეორებთ აქ რომ მთავარი ხაზგასმა უპირველესი პატიოსნება წესიერება რომელთა გარეშეც პირველი სამი არათუ აზრს კარგავს დამანგრეველი ხდება დოკუმენტი რომელსაც გიკითხავთ ჩემს გვერდზე ჯერ ერთი www.tetrebit.org გამოქვეყნდება ამ ვებ გვერდზე და იქნება ჩემს Facebook გვერდზე თეიმურა შაშიაშვილი ყველგან შეგიძლიათ ნახოთ და პირიქით მე თქვენთან ერთად ვაკეთებ მის სრულყოფას ბევრ რამეს დავამატებ კიდე რაც ამაშია რასაც თქვენ მირჩევთ იმასაც გავიზიარებ რაც გასაზიარებელი იქნება რაზეც არა და ვიტყვი რომ ეს ჩემთვის მიუღებელია ასეთი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობამდე ჩემმა გამოცდილებამ მიიყვანა თუნდაც იმან რომ 97 წელს დეკლარაციასთან ერთად გამოვაქვეყნე ხელწერილი ამ დოკუმენტის ქვემოთ ნახავთ ამ წერილს დღეს ყოველი მოაზროვნე ადამიანი დაადასტურებს მაშინ რომ ასეთი ხელწერილი გამოვაქვეყნებინა ყველას ვინც პოლიტიკაში იყო და ასეთი ხელწერილი გამختارიყო პოლიტიკაში შემოსვლის უპირველესი შემოსვლის უმთავრესი წინაპირობა დღეს არ გვექნებოდა ფულის დიქტატურა წესიერების და ინტელექტის ეპოქაში ვიცხოვრებდით აი რა დავკარგეთ ჩვენ აი რა დავკარგეთ რა გავუშვით ხელიდან იმიტომ რომ თვალებახილებული ხალხი არ იყო 99% ამ ხელწერლის მიუხედავად ამისა ჯერ შევარდნაძის ეპოქაში ხო არ გაუწიეს პროპაგანდა მე სადღაც ქუთაისში და ამაში თუ ვინმე მიმწოდა იმერე სააკაშვილის პირველი წინააღმდეგი წავიდა იუსტიციის მინისტრი გახდა მე და თქო ესო დაანგრევს ქვეყანასო
ესენი კორუმპირებული ხალხი გაგვიდგებაო გვერდითო და აღარ მინდა ამ საკითხზე ვისაუბრო და შემდგომ დღეს დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას რომ ქართულმა პოლიტიკამ გონება დაკარგა რომ პარტიის სისტემა რომ მართვის სისტემა ავადყოფი რომ პოლიტიკა იქცა ბიზნესად რომ უზნეო ფულიანთა უმცირესობა ბატონობს წესერებით სავსე ზნეობრივ უმრავლესობაზე რომ რაც დრო გადის დიდარი კიდევ უფრო მდიდრდება და ღარიბი ღატაკდება რომ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსთა პარპაში უნდა დასრულდეს რომ დღეს მთავარია ვებრძოლოთ არა შედეგებს არამედ მიზეზებს რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყანაში გამეფებულია ყალბიერუნდული პათოსი თამაშობთ დემოკრატიას ასპარეზი სოციალურ დემაგოგებს უჭირავთ და ქვეყანა გახვეულია ელიტარულ კორუფციაში აი ჩვენი შეფასებები დიდი ფიქრი არა არც იმისთვისაა საჭირო რომ დღეს ეს ანალიზით ზედაპირზე დევს რომ გზა რომლითაც მივდივართ გენოციდის გზა როცა ხელისუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას ეწირება ყველაფერი ღვთისგან ბოძებული ბუნებაც წყალიც ქაერიც მიწაც და ხალხის მიერ შექმნილიც და ყოველგვარი ვაჭრობის და აღებ მიცემობის საგნად იქცა ღმერთმა ქნას მე ვწდებოდი მაგრამ რეალობა უფრო მწარია ვიდრე ეს ერთი შეხვედრით ჩანს ან წარმოგვიდგენია და უპირველეს რასაც ეს რეალობა ებრძვის ქართული ცნობიერება სამშობლოს გაგება ღირსების გაცნობიერება მეც აღარ გავაგზელებ მთავარია როგორ შევდოთ პოლიტიკაში გონების დაბრუნება ფულის დიქტატურის დასრულება ადამიანის სიცოცხლის დაცვა საკუთრების დაცვა ადამიანის ღირსებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა როგორ შევდოთ რომ ადამიანი იბრძოდეს არა არსებობისთვის არამედ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის რომ ხელისუფლება საგადასახადო უწყების ფუნქციას კი არ უნდა ასრულებდეს ხალხის ჯიბიდან ფულს კი არ უნდა იღებდეს როგორც ეს დღეს არის არამედ ასრულებდეს მის ფუნდამენტურ ფუნქციას ქვეყანაში შექმნას კონკურენტული გარემო ადამიანი იყოს თავისუფალი იმავდროულად ადამიანი იყოს დაცული ძნელია ყველაფერი ამის გაკეთება ადვილი არ არის მაგრამ რეალურზე რეალურია შესაძლებელია ორი რამ არის საჭირო და ორთავე ილია ჭავჭავაძისგან მოდის პირველი ხელისუფალი პოლიტიკოსი საკუთარი აზრებით და ხალხის განწყობით და გზნობებით უნდა ცხოვრობდეს მეორე დღეს გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად არც ოპოზიცია არც ხელისუფლება არც ერთისთვის და არც მეორესთვის მზად არ არის პირიქით ებრძვიან ამას ფიქრობ სხვა გზა არ გვაქვს წელი მთავრდება ახალი წელი მოდის შევიდეთ ახალ წელში განათებული გონებით იმ განწყობით რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია ძლიერები თანამშრომლობენ პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან შეცდომის დაშვების უფლება ადამიანს უფლის მიერ აქვს მინიჭებული მაგრამ თანაგზნობას და შენდობას იმსახურებს ის ვინც აღიარებს და ინანიებს შეცდომებს და არა ის ვინც თავის მართლებას ცდილობს დასკვნის გაკეთებას თქვენთვის მომინდია მე დღესაც ვამბობ და შენდობის კვირაში და შენდობის დღეებში პირდაპირ ვიტყვი მე შენდობას თხოვ ყველას ვისაც რამე ეწყინა ჩემგან მე ეს არ მინდოდა მაგრამ თუ ეწყინა მაგრამ მე ანალოგიურს არ ვითხოვ იმისგან ვისგანაც მე რამე მეწყინა ვიმეორებ შენდობას თხოვ ყველას ვისაც ჩემგან რამე გეწყინათ მაგრამ არავისგან ანალოგიურს არ ვითხოვ ვისგანაც მე რამე მეწყინა მე ამაზე ესე იგი ძლიერი გამონათქვამი არ ვიცი და ეს მე მასწავლე ჩემო მასწავლებლებმა და ეს მასწავლე ფილოსოფიამ ამას მასწავლის კაცობრიობის გამოცდილება და ამას ეკუთვნობა სწორედ ქვეყნის მომავალი ასე იგი არასდროს სხვა გზა არ მქონდა სხვა აზრი არ მქონდა ერს ხალხს თუ სუვერენული და განვითარებული სახელმწიფო აშენებს ესე იგი ერს ხალხს თუ მას სუვერენული და განვითარებული სახელმწიფოს აშენება სურს საკუთარ ჩვეულებზე მიუხედავად იმისა ისინი ხელისუფლებაში არიან თუ მის გარეთ მიუკერძოებული წარმოდგენა უნდა ქონდეს უნდა ახსოვდეს და აგვერდეთ ვინ როგორ იქცეოდა და რას ამბობდა ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტებში ვინ ვის უჭერდა მხარს ან რის და ვის სამსახურში იდგა ვინ ან რას აძლევდა ხმას როგორ აფასებდა სხვების აქციელს რამდენად მართალი და გულწრფელი იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ან როგორც იცვლიდა კანს და პრინციპებს რა გზით შეულებდა ფულს მარხდება თუ არა მის მიერ პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის საფუძველად დადებული მითოლოგიები სიტყვის კაცი იყო თუ ტყუილის და ასე შემდგომ ვიმეორებ ჩვენ ამას მოვაყოლებთ 20 ჩამონათვალს რომელზეც
50 წელს გადაცილებულმა პოლიტიკოსმა უნდა გაცეს პასუხი და იქნება ასევე 20 ჩამონათვალი, რომელსაც 50 წლამდე პოლიტიკოსმა უნდა გაცეს პასუხი. არ უნდა ვიცოდეთ 50 წელს გადაცილებული პოლიტიკაში რომ არის, რას აკეთებდა ის, ოდესაც ვთქვათ სოხუმში და აფხაზეთის ბრძოლა იყო, სად იყო მაშინ? არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ის რომ დიდრდებოდა, როცა ხალხი ღატაკდებოდა 100,000 კაცი უმუშევარი დარჩა. 100,000 კაცი ერთ დღეს საბჭოთა კავშირი დაინგრა. ქუთაისში მარტო 100,000 კაცი. ხო უნდა ვიცოდეთ ქუთაისში ვინ რას აკეთებდა მაშინ? ხალხთან დადგა თუ ხალხს აღატაკებდა და ართმევდა მქონებას. და ქვეყნის მასშტაბით რა ხდებოდა? არ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. ეს 20 რამ ჩამოიწერება, გეცოდინებათ ყველაფერი და ყველა პოლიტიკოს მოიწვევენ. ყველა ტელევიზიამ რო გააკეთოს ეს ბედნიერება იქნება. თუ არა და ჩვენ ტელევიზია ქართულზე მეცნიერთა კონგრესის დროში გავაკეთებთ ამას და ვიტყვით რომ აბა ვიწვევთ თქვა თემურ შაშიაშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ესე იგი ირაკლი კობახიძეს და ნებისმიერ სხვა ვინმეს გამოცხადდება ერთი თვით ადრე ყველას ეცოდინება. არ მოვა ხალხი მიხვდება იმას რომ არ მოვიდა. უნდა მოვიდეს არა უბრალოდ ისე, არამედ უნდა მოვიდეს იმით რომ გითხრას აი მე როდესაც აი ესეთი აფხაზეთში ომი იყო, მე სად ვიყავი? რუსეთში ვიყავი? რას ვაკეთებდი იქ? სად ვიდექი? ფულს შოულობდი თუ ვეხმარებოდი გაჭირებულებს. აი ეს პრინციპულია. იმიტომ რომ დღეს რეალურად ქართულ პოლიტიკაში ვინც არიან, ამათ ფული იშოვეს ხალხის გაჭირებაზე, ხალხის განადგურებაზე. ესე იგი კუპონიზაციის დროს, რუსული ფულის ამოღების დროს, ესე იგი ნულოვანი აუქციონების დროს. ესენი ხართ თქვენ, ვინც დღეს ბატონობთ. და თქვენ გიცავთ ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ თვითონაც ამას აკეთებდა მაშინ. არ მეშინია ამ გამოთქმის. და პირდაპირ ვამბობ. თუ არა და როცა დადგება დრო, მოვიდეს და თქვას რომ არ არის მართალი და ტყუის თემურ შაშიაშვილი და მოვიდეს და ხალხს უთხრას პირდაპირ. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. მეცნიერთა კონგრესის პოზიციას შეურყევადია. მე ვაპირებ რომ ეს რაც იქნება რომ ჩამოიწერება ეს კითხვები მივიდეთ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიაში რომ რაიმე არ შეგვეშალოს, ისეთი რამ მივიდეთ მეცნიერებათა აკადემიაში, გაუგზავნოთ ხელისუფლებასაც, გაუგზავნოთ პარტიებს, გამოვაქვეყნოთ ხალხმაც ნახოს და იცოდეს ხალხმა რომ რა კითხვაზე უნდა გაცეს ყველამ პასუხი, ვისაც უნდა რომ იყოს ქართულ იმაში პოლიტიკაში, ვისაც უნდა რომ იყოს ხელისუფლებაში. ვიმეორებ, დღეს ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ. ადამიანები, რომლებიც ხალხის გაჭირების დროს გამდიდრდნენ, რომლებაც ხალხი გაანადგურეს, ისინი ეუფროსებიან. ადამიანები, რომლებიც ხალხს ატყუებდნენ არჩევნების დროს, ისინი მოექცნენ ხელისუფლების სათავეში. ეს ყველაფერი უნდა ხმამაღლა ვთქვათ და ვიცოდეს, საქართველოს მოსახლეობა მიცოდეს. აი ამას ნიშნავს თვალებახილებული ხალხი. ესე იგი, ვდგევარ თქვენ წინაშე და გეხმარებით იმაში, რომ ხელთ გქონდეთ ყველა მასალა, რომლითაც შეგიძლიათ შემაფასოთ, მომცეთ რჩევები, მეტიც დაამატოთ ინფორმაცია, რაც იცით ჩემ შესახებ და შეგიძლიათ მე ამას ვმალავ, ან მე თვითონაც შეიძლება არ ვიცოდე და აქ ვერ ამოიკითხავთ, მაგრამ ყველაფერი ეს დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტალურად, ისევ როგორც ამას დღეს მე გთავაზობთ. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა დოკუმენტს ვდებთ ვებგვერდზე www.tetrები.org www.civilizebuli.g ასევე Facebook გვერდზე თეიმურა შაშიაშვილი. ვიცაც გაინტერესებთ კამათი და დისკუსია, ღია წესით შეგიძლიათ გვეწვიოთ პირდაპირ ეთერში ქართულ ტივიზე მეცნიერების კონგრესის დროში ამ ეტაპზე 16-დან 18-მდე, ხოლო ახალი წლიდან საათები შეიცვლება და დროც გაორმაგდება. შეგიძლიათ ჩაერთოთ ჩვენს Facebook კონფერენციაში, რომელსაც ვმართავთ ყოველ ორშაბათს და პარასკევს 23 საათზე. ვისაც გაინტერესებთ რა გავაკეთე მე როგორც ქუთაისის მერმა და გუბერნატორმა, ბევრი კითხულობთ ამას, ვისაც გულწრფელად გაინტერესებთ, ნახეთ მეცნიერებთან ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ. პირდაპირ აქ რომ ამას აიკითხებს, დააჭერთ ამას ხელს, მეცნიერებთან ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ და გადახვალთ. სადაც მე ვამბობ იმას, რომ რა გავაკეთე მე როგორც ქალაქის მერმა და გუბერნატორმა. დაიკითხეთ და ნახეთ და შეაფასეთ. ვისაც გაინტერესებთ ჩემი პროგრამული დოკუმენტები, გახსენეთ ლინკი. მოცემულია ლინკი, შეხვალთ ამ ლინკზე და ნახავთ ჩემს ყველა პროგრამულ გამოსვლას.
ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები ედუარდ შევარდნაძეზე დააჭერთ ხელს ლინკს, შეხვალთ და წაიკითხავთ აბსოლუტურად ყველაფერი. ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება სააკაშვილიზე, გადახვალთ ლინკზე. ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება ივანიშვილიზე, გადახვალთ ლინკზე. ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები 91 წლის დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ნახავთ ფუტკარაძესთან, რომელიც ერთგული დარჩა ბოლომდე, უღირსეულესი პიროვნება, ერთგული დარჩა ბოლომდე ზვიად გამსახურდიასი და ბოლომდე, მაგრამ მას არ უშლიდა ეს იმაში, რომ ჩვენ გვეთანამშრომლ ერთმანეთთან და მე მოვიწვიეს პირდაპირ ეთერში და დავჯექით ისევე როგორც დღეს ერთ-ერთი პიროვნება გამოდის და ტანკებს რატო არ მიეცით საშუალება წამოსვეთ თქვენ 40 ტანკი უნდა გავამეშვათ თურმე თბილისში და ეს ყოფილა ჩემი დანაშაული. მე ბატონ დემურ გიორხელიძესთან, ბატონ გიგლა გობეჩიასთან ერთად ამ პიროვნებას და იგივე ქალბატონ ქეთი სესიაშვილის ტელევიზიაში მე ადრე გამოვედი, იმ ტელევიზიაში დავჯდები, მე სხვაგან არ მაქვს არავითარი, ოღონდ ამ ხალხის მონაწილეობით და კი ბატონო მზად ვარ ყველა კითხვას უპასუხო. მე არაფერ სადაც მიმიწვევენ ტელევიზიაში ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მე ხომ აი ეს როგორც იტყვიან გამომწვევი გაცხადებას ვაკეთებ დღეს და ვინმეს ვისაც გაქვთ რაიმე ხშირად ამბობენ რომ შენ ეს თქვი მოიტანეთ მაჩვენეთ ყველაფერი ჩემი დაბეჭდილია აბსოლუტურად ყველაფერი ვიყავი ქალაქის ხელმძღვანელი ყველაფერი იბეჭდებოდა ჩემი განკარგულება იმით რომ თქვა აი რო ჩამოდიოდა პრეზიდენტი სადილზე რა უნდა დახარჯულიყო 20 ლარი შევარდნაძის 15 ლარი იყო მე მგონი სადილი და 25 ლარი იყო ვახშავი 4 კაცის მეტი ვერ დაждდებოდა 100 ლარი ესეც კი გამოქვეყნებულია გაზეთებში მე ძალიან მინდა რომ ვინმე მერთხელ აიღოს და თემა დააქციოს აი ვთქვათ ახალი ქუთაისი გაზეთები ახალი ქუთაისი როგორც მივედი ქალაქის მერად გამოვიდა გაზეთი ახალი ქუთაისი მიდით ნახეთ საჯარო ბიბლიოთეკაში ქუთაისში ხო იქნება ყველგან უნდა გქონდეთ თბილისში უნდა იყოს ახალი ქუთაისი პირველივე დღიდან რა განკარგულებასაც ვაქვეყნებდი ყველაფერი გაზეთშია. ნახეთ, მეორე გაზეთი, ეს იყო როცა გუბერნატორი გავხდი, იმერეთის მოამბე. ყველა განკარგულება ყველაფერი გაზეთშია. წაიკითხეთ, ნახეთ. აი ეს არის მე ამას ვეუბნები ყველას. თქვენ სადღაც ქუჩაში რო თქვით, რაღაცა ეგ არ არის საინტერესო. მაჩვენე სად დაწერე, რა გამოაქვეყნე ჩემი პოზიცია ყველა იმ გადაცემაში, რატო დაწვეს ტელევიზია ქართული ტელევიზია რიონი. როგორც მე წამოვედი იქედან, იმიტომ რომ არ აწყობდათ ის ჩემი გადაცემები. რატო არ გამოვაქვთ, თქვათ ის გადაცემები, რომელიც ტელევიზია პირველ არხში აქვს და სხვაგან, რატო არ გამოვაქვთ პარლამენტში ჩემი გამოსვლა და სხვაგან, მე ხვეწები და გამოიტანეთ. რა როგორი იყო, რატო არ გამოდის ესენი? რატო იმიტომ რომ არ აწყობთ ეს ყველაფერი? აი თვალება ახილებული ხალხი ნიშნავს იმას, რომ მათ ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ, არა მარტო ჩემზე, უნდა იცოდნენ სხვა ყველაზე. ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები უზენაეს საბჭოსთან დაკავშირებით ხალხს ეს უნდა სიტყვა ხელისუფლებაზეა ფუტკარაძე გიორგაძე შაშიაშვილის გამოსვლა ნახეთ დააჭერთ ღილაკს ხელს და შეყოლთ ეს Facebook-ზე დაიდება ეს მასალა ამ ორი დღის განმავლობაში ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები ემიგრანტებთან დაკავშირებით გახსენით ეს ლინკი ვისაც გაინტერესებთ ჩემი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის მოსაზრებები გახსენით ეს ლინკი ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები არჩევნების პერიოდში რა პოზიცია მეჭირა რას ვამობდი რა ანალიზს ვაკეთებდით დააჭერთ ღილაკს ხელს და ნახავთ ყველაფერს ვისაც მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით დააჭერთ ღილაკს ხელს და ნახავთ ყველაფერს მოსაზრებები ამერიკასთან და ევროპასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი ყველა არჩევნებზე რომელშიც მონაწილეობდი ჩემი პრინციპული პოზიცია იყო მუდმივად იყო და გამოკვეთილად ვთქვი რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა დაუმარცხოთ სიყალბე და კორუფცია 20 წამიანი ვიდეოკლიპია. ეს დაიდება და ნახავთ 20 წამიანი ვიდეოკლიპი. რა არჩევნებშიც მონაწილეობდი, ვამბობდი რომ ამოცანა არის ვებრძოლოთ სიყალბეს და კორუფციას. ვისაც გაინტერესებთ ჩემი პოზიცია არის ასეთი სარეკლამო, მე ასეთი საქართველოს მინდა, აი როგორი საქართველოს მინდა იქ წერია ყველაფერი. ვიდეო რომელიც თქვათ ჩემი ძალიან ბევრი რამ არის თავმოყრილი ერთად გექნებათ. ესე იგი ახალი წლიდან იწყება პირდაპირ ეთერი. ნებისმიერ შეიძლება დარეკვა თვეში ერთხელ ქართული ტივის პირდაპირ ეთერში მეცნიერთა კონგრესის დროში გვექნება გისმენთ თეიმურა შაშიაშვილი. მე კვირაში ერთხელ თუ არა თვეში ერთხელ დავჯდები და პირდაპირ ტელეფონზე დარეკავს. ამას რო გამოვაქვეყნე, მით უფრო გაგიჩნდებათ, ხო? მოსაზრებები და მზად ვარ და მე ვამზადებ იმას, რომ გაზაფხულზე ღია შეკვედრა გავაკეთო ქუთაისში
სადაც თავისუფალი დასრებით მესხიშვილის თეატრში თუ ამას ახლა ჩვენ ფულს ვერ გადავიხდით და უნდა აწყობდეს ეს თეატრსაც და უნდა აწყობდეს ეს მართველ პარტიასაც და ყველა პარტიას დავდგე მე მოიყვანონ მე არავის არ მოვიყვანით მოიყვანონ ხალხი და მე გამოვიტან 150 რამეს რომელიც იქონდა როგორც ქალაქის მერს და გუბერნატორს რომელიც იმის შემდგომ პრაქტიკულად მოკვდა არ არსებობს და ხალხმა მიცეს შეფასება თქვათ იგივე გამოცდების გარეშე მიიღება უნივერსიტეტში იგივე ჩვენ რო ვაფინანსებდით უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებს რომ მასწავლებლების ხელფასი 1 ლარით მეტი იყო ხელფასი და მასწავლებელი იღებდა ხელფასს ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი იღებდა ხო ძემე რამეებს ვამბობ ხო ისეთ რამეს ვამბობ დაუჯერებელს არ გინდათ აი მე ვეუბნები ჟურნალისტებს ამდენი ხანია ვეხვეწები თუნდაც ქუთაისში ძალიან ბევრჯერ ქალბატონ ნატო გუბელაძისთვის სხვებისთვის მithოვია გააკეთეთ ეს შეხვედრა ხო ყველაფერი იცით ხომ ჭამდით მაშინ იქ რომ თქვა აი ასე და მითხარით ახლა სად არის უკეთესი და რატო არ არის ის ყველაფერი აი ესე გიწვევთ თქვენ იმ ჟურნალისტებსაც რომელსაც უდიდეს პატივს გცემთ და ქუთაისში იყავთ და აი ესე გამოსვლას ვაკეთებ დღეს ვისაც გაინტერესებთ ესე იგი ჩემი გაინტერესებთ ვისაც გაინტერესებთ ჩემი ქონებრივი დეკლარაცია და ხელწერილი ლინკს დააჭერთ ხელს და შეხვდეთ ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Facebook ლაივები და სატელევიზიო გამოსვლები YouTube ლინკზე შეხვალთ ლინკი მინიშნებული იქნება არაფრის ძებნა არ გჭირდებათ შეხვალთ ნახავთ ვისაც გაინტერესებთ ჩემი გამოსვლები საქართველოს პარლამენტში გახსნით ამ ლინკს და ნახავთ ორი გამოსვლა ორი უმძიმესი მე და აი თქვენ ნახავთ შეფასებებს რომელიც მაშინ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა ჟვანიანმა ვისაც გაინტერესებთ გუბერნატორად და ქალაქის მერად მუშაობის პერიოდში ჩემს მიერ პრეზიდენტებისადმი გაგზავნილი წერილები ნახავთ აზროვნების სიზნელით მოყოლებული რა წერილები შემდგომ რა წერილი გადავეცი შევარდნაძეს ესე იგი როდესაც გადადგომის მოთხოვნით ბორჯომში რა ანალიზი მქონდა გაკეთებული და საერთოდ რა წერილები გაუგზავნე მიხეილ სააკაშვილს რა წერილები გაუგზავნე ყველა პიროვნების მიმართ მე არასდროს არ ტოვებდი ამას და ყველას თავაზობდი სერიოზულ ანალიზს და იმასაც აქ ნახავთ თქვენ იმას ესე იგი ჩვენ რა დოკუმენტები გაუგზავნეთ ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე აი იმ დოკუმენტებსაც ნახავთ რომელზეც პროკურატურმა გითხრათ რომ ამაზე გავაგზავნებთ იმას და არაფერი რომელი წელია 12 წელში გაუგზავნეთ ხო დღეს ხო 25 წელი იწურება 13 წელია რომ გითხრეს რომ ეს გადასარევი რამეა და მოგიწევთ არ მოგვიწევს რატომ ჩვენ დღეს აქ იმის თაობაზე გვექნება საუბარი რომ რა პოზიციასაც თქვენ ნახავთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უდიდესი შეცდომა იყო და მაშინ თქვენ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში წერილია გამოკრილ თვითონ ბიძინა ივანიშვილის გაუგზავნე რომ შეცდომაა თქვენი შემოსვლა პოლიტიკაში საკუთარ თავსაც დაღუპავთ და ქვეყანას დაიღუპებათ ხო ეს ოქტომბერში შემოვიდა სადღაც ოქტომბერ-ნოემბერში და ის დოკუმენტებიც გაუგზავნეთ მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ წერილები რომელიც გაგზავნილია აი თუნდაც რა წერილები უარყვეს პარტიებმა შედით ნახეთ ესე იგი ვისაც გაინტერესებთ ჩემი ღია წერილი პარლამენტისადმი გახსენით რა სათაური აქვს ამ წერილის ესე იგი რომ კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია რომ ყალბი ეროვნული პათოსია ქვეყანაში რომ დემოკრატიის თამაშია ქვეყანაში რომ ესე იგი სოციალური დემაგოგია ქვეყანაში აქ ლაპარაკი არის 2002 წელში გაგზავნილ წერილზე პარლამენტს არ მომწეს ტრიბუნა გუბერნატორი ვიყავი და გამოვაქვეყნე ღია წერილი და ყველა დეპუტატს მაგიდაზე დაუდეთ ეს წერილები ვისაც გაინტერესებთ ჩემი განსხვავებული მთავრობის ხომაზე ენერგეტიკას შექმნილ მდგომარეობასთან და იმასთან დაკავშირებით როგორ კორუმპირებული და მაფიოზური სტრუქტურად იქცა ენერგეტიკა გახსენეთ ლინკი მინიშნებული იქნება და წაიკითხავთ მე გამოვედი დეკემბრის თვეში პარლამენტში სადაც ვთქვი რომ შუქი არ არის ქვეყანაში იმიტომ რომ მაფიოზური სტრუქტურები არიან თვითონ ენერგეტიკაში და მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდი იქცა მაფიოზურ გუნდად რომელსაც აწყობს რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში რომ არჩევნებამდე არ მივიდეს შევარდნაძე რომ დაემხოს შევარდნაძის ხელისუფლება და თვითონ მოვიდნენ გადატრიალებით აი ეს ყველაფერი წაიკითხეთ ნახეთ ხო ვამბობ ამ იმას აი ხედავთ თქვენ აი რა არ არის ცნობილი არავისთვის და რატომ ვარ მე დღეს პიროვნება რომელსაც არ აძლევენ პირდაპირ ეთერს იმიტომ რომ ვიტყვი ამას და ვიტყვი რომ გამოიტანეთ რატო არ გამოგავთ ეს პირველ არხზე
ყველაფერი გიდებთ იქ, რატო არ გამოგობთ ესენი? აქ წერილები გაგზავნილი პრეზიდენტებისადმი, როგორც გითხარით, ვისაც გაინტერესებს ივანიშვილისადმი გაგზავნილი წერილები, ვისაც გაინტერესებს წერილი ეს ლინკები გახსენით, ჩვენ ესე იგი უნიკალური მასალები იქნება, რომელსაც ნახავთ თქვენ აქ ესე იგი და ყველაფერ ამას, ვისაც გაინტერესებთ ეს მასალები, ამას ყველაფერს ვაკეთებ, რომ გაუგებარ შეფასებებს აკეთებენ და ურწმუნოთომასაც კი დარწმუნდება, რომ მასალებსო წაიგითხავს იმაში, რომ თავარი ლანძღვაგინება კი არა, არამედ პატიოსნება და მიუკერძოებლობა ადამიანის შეფასებაში და არა მიკერძოებული. მე კი ვიტყოდი, მე ვიტყვი ერთს, მე არ წასულის და არც მომავლის არ მეშინია. ჩემი სიძლიერე იმაშია, რომ მთელი ცხოვრება ვებძოდი არა სხვას, არამედ საკუთარ თავს და ასე შემძელი მომეკლა ჩემში სიძულვილი და მეცხოვრა ბიბლიური განწყობით გიყვარდეს მტერი შენი. ასევე ვაპირებ გავაგზავნო მომავალში. ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომები არ მქონდა, პირდაპირ ვამბობ, უამრავი შეცდომა მქონდა, სინანულის გზნობა არასდროს დამიკარგავს. ვინანიებ მათ და ხმამაღლა ვამბობ, მთავრდება მძიმე 2000 მე ვინანიებ იმას, რომ 1-4-5 კაცი გამდიდრდა ქუთაისში. მაშინ პარტიის თავმჯდომარე, ზოგი ლეიბორისტული პარტიიდან იყო, ზოგი ახლებიდან იყო, ზოგი მოკავშირიდან, ზოგი სხვადასხვა პარტიიდან 4-5 კაცი ვერ ვეხებოდით, იმიტომ რომ პარტიის ლიდერები იყვნენ და მათ იცავდნენ პარტიები. უნდა შემემტრია ამათი კარებები, უნდა შემემტრია ისინი დღეს მილიონერები არიან და გუშინ გადაცემაში ვთქვი, რომ ესე იგი ვინც კი მიმაჩნდა რომ ქუთაისში ესე იგი იყო ადამიანი, რომელმაც შეჭამა გაანადგურა ქუთაისი. ოცნებაც იმას დაეყრდნოდა ნაციონალური მოძრაობაც. ისინი იმას ეყრდნობოდნენ ისინიც მოქალაქეთა კავშირის და რა თქმა უნდა მაშინ ნაციონალური მოძრაობა შემდგომ და მერე კიდე ოცნებაც იმ ხალხს ეყრდნობა. კატასტროფაა ეს, კატასტროფა. მე ამას ყველაფერს ღიად ძალიან ვაკვირდები, ახლა როცა გამოქვეყნდება ეს დოკუმენტები, მოვა და ძალიან ბევრ ამას შემდგომში გავაგზელებ ამ იმას. ასევე ვაპირებ გავაგზავნო მომავალში. ეს არ ნიშნავს, რომ როგორც გითხარი, შეცდომები არ მქონდა, სინანული გზნობა არასდროს დამიკარგავს, ვინანიებ მათ ხმამაღლა ვამბობ, თავდება მძიმე 2025 წელი და დოკუმენტში ჩავწერია რაც გითხარით. ახალი იწყება 2026. ბოდის გიხდით ყველას, ვისაც გაწყენინეთ. ანალოგიურს არ ვითხოვ მათგან, ვინც გული მატკინა და მაწყენინა. ყოველთვის წავდა და მჯეროდა პოეტურად ნათქვამი ამ სიტყვების. შოთანიშნიანიძეს ეკუთვნის. ღმერთო მიმრავლე სათნოების დღე, შურზე მტრობაზე ამაღლების დღე, მიმრავლე მტრებთან შერიგების დღე, საკუთარ თავთან შერკინების დღე, სხვათა ცოდვების გამართლების დღე, ჩემი ცოდვების ანათემის დღე. მიმრავლე შენთან შეხვედრების დღე, შენთვის ამ ქვეყნის შევედრების დღე. ეს იყო და რჩება ჩემს განწყობა და ბოლოს. წამს დამჯერა რომ დღეს ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. მინდა ვიფიქრო, რომ 8 თებერვალს დავითობას ბევრი ვიქნებით გელათში და დიდი ეროვნული შემოძახილს გავაკეთებთ გელათიდან. მაგრად ვიყოთ. დიდი მადლობა. ეს დოკუმენტი დაიდება Facebook გვერდზე, ტელევიზიითაც ნახავს ბევრი, ეს ორი მთავარი რამ, ისევ და ისევ. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. აქ წერია პირდაპირ, რომ ჩვენ წლებია 20 მეტი წელია ამას ვითხოვთ ყალბი ეროვნული პათოსით კი არა ასე მუშაობდი ეს არის მეცნიერთა კონგრესის განწყობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი ამას წავიკითხებ და ამით ვამთავრებ ამ გადაცემას რომ მეცნიერთა კონგრესს მიაჩნია განსაზღვრება საქართველოს ხელისუფლების არის ასეთი საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისაგან მისწრაფების უფლებას. უბრალოდ ორი წერტილია საჭირო ბუნებით უფლებებში შედის. სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და მისწრაფება უკეთესი ცხოვრებისაგან. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლეს უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და დუზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ნორმალურადაა ხო ყველაფერი კარგად, ხალხისთვის კარგადაა ნათქვამი. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას არ ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება. და ერთი განმარტება.
ძალიან ბევრი გვეუბნება, როცა ეს წარვადგინეთ ჩვენ ეს მოთხოვნა, ძალიან ბევრმა გვითხრა, რომ ესო ძალიან მძიმე შესასრულებელიაო. ვინმე რომ არ იფიქროს, რომ ჩვენ ესე უბრალოდ თქვით, ამიტომ მეუბნებით ყველას. ხარ ოცნება, გააკეთე ეს და იყავით ჩვენ დაშ დაგიკრავთ, ხარს დაგიჭერთ. არავის არ უნდა თქვენი სკამები. დღეს ხელისუფლებაში რომ იყო თავშეწირული უნდა იყო. ამის გაკეთება მხოლოდ თავშეწირულ ადამიანებს შეუძლია. არა კორუმპირებულებს, არა გაუნათლებლებს, არამედ ინტელექტუალურ, ენერგიულ, გაბედულ და წესიერ ადამიანებს შეუძლია ამის გაკეთება. მაგრამ თქვენ თუ იტყვით იმას, ან მეცნიერებათა აკადემიაში რომ მოვიდა გვეტყვია რომ ეს მძიმე მოთხოვნებია და ამის გაკეთება დღეს შეუძლებელიაო, ჩვენ ვაძლევთ პირობას ხალხს. აი ის ადამიანები, რომლებიც ხალხმა დაასახელა და რომელსაც საზოგადოებრივი პარლამენტის ფუნქციით შემოვა მომდენო წელს უკვე იანვარში ალბათ, აი ჩვენ შევქმნით გუნდს და ვეუბნებით საჯაროდ და სახალხოდ ვეთქვით საქართველოს, ვინც ამას ვერ აკეთებთ, ჩვენ მოგვეცით 2 წელი და გავაკეთებთ ამას. თუ ვერ გავაკეთებთ 2 წლის თავზე ჩატარდეს ნდობის რეფერენდუმი და ნდობის რეფერენდუმი რომ დამთავრდება იმის შედეგების მიხედვით ან გაგვიგრძელდეს ვადა, თუ ხალხი იტყვის იმას რომ თქვენ რაც დავპირდით გავაკეთეთ, გაგრძელდეს ვადა ან არ გაკეთდეს და ეს არის ჩვენი მორალური მიმართულება. პრინციპული რა არის? მიუმართავ ხელისუფლებას ეს იანვრის თვეში თუ არა და თებერვალში პირველ კვარტალში ყოველ შემთხვევისთვის გავაკეთოთ დიდი კონფერენცია მომავლის საქართველო. გამოიტანოს მოხსენება ხელისუფლებამ როგორ წარმოუდგენია მომავლის საქართველო. განათლების რეფორმას ვაკეთებ და არ ვიცით როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ეს არის აბსურდი. ამიტომ მოდით ჩავატაროთ დიდი კონფერენცია მომავლის საქართველო. თქვენ ხელისუფლებას გამოგაქვთ თქვენი ხედვა როგორი უნდა იყოს მომავლის საქართველო. მე ვისურვებდი რომ ასეთი ხედვა გამოეტანა მეცნიერებათა აკადემიას და მე ვისურვებდი იმას რომ ხელისუფლება და მეცნიერებათა აკადემია და სხვები დათანხმებოდნენ იმას რომ ერთი ასეთი მოხსენება გაეკეთებინა მეცნიერთა კონგრესს და შეიძლება სხვამაც არ არის ამის პრობლემა. მაგრამ ეს უნდა იყოს პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით. ყველა პარტიას უნდა მიეცეს საშუალება თუ მოხსენება იქნება 1-1 საათიანი 20-25 წუთის პარლამენტში ყველა პარტიამ გამოიტანოს თავის ხედვა მომავლის საქართველოს. ვინ უნდა დაესწროს ამას? საკრებულოებში არჩეული დააკვირდით. საკრებულოებში არჩეული რამდენი საკრებულოა ქვეყანაში, იმდენი საკრებულოების წევრები აქ ესენი თითქმის ოცნებაა, მაგრამ ჩვენ ამოვთ დაესწრონ ისინი. პარლამენტარები, რომლებიც დღემდე იყვნენ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარი, ვინც ფეხს ედგას სოციალია და სურვილი ექნება დაესწროს. დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა დაესწროს, აკადემიკოსები, მეცნიერები, ღია ეს შეიძლება სპორტ სასახლეში შედგეს, ეს რამდენი დღესაც გაგრძელდება, გამოვიდეს, მოვისმინოთ, იყოს პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით, ხალხმა დაინახოს, ვინ როგორ ხედავს მომავლის საქართველოს, ბოლოს შევაჯამოთ იმით, რომ მეცნიერებათა აკადემიას ვთხოვოთ, რომ აი შექმნას გარკვეული ჯგუფი, მიუკერძოებელი, შეიძლება გარედანაც მოვიწვიოთ ესე იგი ექსპერტები, რომლებიც ამ კონფერენციას დაესწრებიან და აი გამოთქმული მოსაზრებებით შედგეს ერთიანი პროგრამა მომავლის საქართველო. აი ჩვენი ხედვა. ვებძვით ვინმეს? არა. ვიბძვით საქართველოსთვის. შიშველ ხელებიანებს დადგა მომენტი შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა. ჩვენ არ გვაქვს იმედი რომ ამ წინააღმდეგებს მხარს დაუჭერს ხელისუფლება, არ გვაქვს იმედი რომ ამ წინააღმდეგებს მხარს დაუჭერს ოპოზიცია, არ გვაქვს იმედი რომ ამ წინააღმდეგებს მხარს დაუჭერენ ისინი ვინც მართავენ როგორც ოპოზიციას ასევე ხელისუფლებას, ჩვენ ერთადერთი იმედი გვაქვს რომ ამ წინააღმდეგებს მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოსში შიშველ ხელებიანებმა, ადამიანებმა, რომლებიც თავის თავზე გრძნობენ ამ უბედურებას, ამ მდგომარეობას დღეს ქვეყანაშია. აი ჩვენ, აი ასეთმა ხალხმა უნდა გადავარჩინოთ მდიდრებიც და უნდა გადავარჩინოთ საქართველოს. ჩვენ არავის არ ვებძვით. ვამბობთ, ბიძინე ავანიშვილი საჭიროა ქვეყნისთვის, მაგრამ არა პოლიტიკაში. აკეთოს ის რაც იცის. მიხეილ სააკაშვილი საჭიროა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ არა ამ ამბიციებით და არა ასეთი ისინი ვინცაც სინანული შეუძლია, მონანიება შეუძლია, ნებისმიერ პიროვნებას თუნდაც იმ კონფერენციაზე საშუალება უნდა მივცეთ
და არა ისო თვით დაჯერებული ისინი რომ არიან მიზანტროპებივით რომ დგარან იქ კაცმოძულე მიზანტროპებივით რომ დგარან ტრიბუნასთან და ლაპარაკობენ ვითომ ქართველზე არ ლაპარაკობენ ზოგი ერთუჯრედიანს ეძახის ზოგი ნახილს ეძახის ზოგი რას და ზოგი რას და ნუ აგერ სასწაულია ეს ყველაფერი ეს ტერმინოლოგია წარსულს უნდა ჩავაბაროთ ჩვენ ვიცხოვროთ იმ განწყობით რასაც ნიშნავს დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რასაც ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ცხოვრება რასაც ნიშნავს რაც შეიძლება ბევრმა მიიღეთ გაკვეთილები მასკის რაც შეიძლება ბევრმა მიიღეთ გაკვეთილები ამ ვინც პროგრესზე მუშაობს და ჩვენ შევცვლით ამ ქვეყანას ჩვენ მოვერევით იმას რასაც ქვია დამხაკებული აზროვნება აი ხელისუფლებაში დამხაკებული აზროვნება ოპოზიციაში დამხაკებული აზროვნება არ შეიძლება ასეთი თვითკმოყრილი იყოს ხელისუფლება არ შეიძლება ასეთი გაბოროტებული იყოს ოპოზიცია არ შეიძლება ასე დუმდეს ესე იგი ასე დუმდეს ინტელიგენცია არ შეიძლება ასე იყიდებოდეს ინტელიგენციაც და ხალხი და ერთადერთი რამ რაც არის დავდგეთ საქართველოსთვის დღეს ადამიანებს რომლებსაც შეუძლია თქვათ რომ სიცოცხლის ფასად როგორც ვაჟამშაველა ამბობდა რითაც დავიწყე 20 კაცი რომელსაც შეუძლია თქვას რომ სიცოცხლის ფასად დგები საქართველოსთვის შეუძლია ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა აი ესაა ჩვენი დღევანდელი შემოძახილი მომავლის საქართველოსთვის მაგრად ვიყოთ იმედიანად ვიყოთ მე აქტიურ პოლიტიკაში შევდივარ მომდევნო წლიდან დიდი მადლობა